რეჟიმის პატიმრების მშობლები ისევ რეგიონებში არიან. მომდევნო 2 დღის განმავლობაში ისინი გაზეთს, რომელიც ციხიდან გამოგზავნილ წერილებს აერთიანებს, ზესტაფონის, თერჯოლის, ქუთაისის და სამტრედიის მცხოვრებლებს დაურიგებენ. მეორე ნომერი სინდისის პატიმრების წერილებთან ერთად მათი ოჯახების წევრების მოსაზრებებსაც აერთიანებს. უკანონოდ დაკავებულთა და გასამართლებულთა მშობლები ფიქრობენ, რომ პროტესტთან ერთად მათი მისია ისიცაა, რომ სიმართლე რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს. გაზეთის იდეა ქალ ოპოზიციონერებს ეკუთვნით. არ გავჩერდებით და მთელ ქვეყანაში გავაგრძელებთ სიარულს იმისთვის, რომ ჩვენ რეჟიმის კვების სიმართლე კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავაგებინოთ. ახლა ზესტაფონში ვართ, შემდეგ გადავინაცვლებთ თერჯოლაში, ქუთაისში და სამტრედიაში. გვაქვს დაგეგმილი 2 დღიანი გასვლითი შეხვედრები მოქალაქეებთან და ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ მსგავს შეხვედრებს. დავარიგებთ გაზეთებს, მოსახლეობას გავაცნობთ ჩვენი პატიმრის წერილებს, რომელიც ციხიდან არის გამოგზავნილი. ამ მარათონს ყოველთვის გავაკეთებთ, არ შევჩერდებით მანამდე სანამ პატიმრები არ იქნებიან თავისუფლები ციხიდან. აუცილებელია ის, რომ ადამიანებამდე მივიტანოთ ის ნამდვილი ამბავი, რაც დღევანდელ საქართველოში ხდება. ადამიანებმა გაიგონ, სადაც არ მისვლა ჯერ კიდევ ეს ხმა, რომ ქვეყანას ყავს 60-მდე პატიმარი, ასეულობით მძიმე დაშავებული ადამიანი, რომლებიც ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო გაწირა რეჟიმმა, ასე ვიტყოდი. და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია მოვიცოთ არაერთი ქალაქი, რომ იქ სადაც მაგალითად პროპაგანდისტული არხები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, ამ ადამიანებამდე მივიტანოთ ის ნამდვილი ამბები.